კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ახალი საოფისე და სარეპეტიციო ფართი გადაეცა. დევნილობაში მყოფ თეატრალურ დასს უკვე საკუთარი ჭერი აქვს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევით მსახიობებს სამუშაო ფართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს შენობაში გამოეყოთ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის განმარტებით ამავე შენობაში სპექტაკლებისთვის განკუთვნილი დარბაზის სარემონტო სამუშაოებიც იგეგმება. ჩვენი ახალი საოფისე ფართი და სარეპეტიციო თქვენ ნახეთ რომ მოვაწყეთ ძალიან ლამაზად და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯებია განვითარებისთვის, როდესაც საკუთარი შენობა. ამავე შენობაში მეორე სართულზე გვექნება დარბაზი, თეატრი, ასე რომ მთლიანად ეს სახლი იქნება ესეთი კულტურული ცენტრი, თუ ასე შეიძლება ითქვას. და ბოლოს 24 წლის განმავლობაში აი საკუთარი მისამართი, საკუთარი ბინა შეიძინა სოხუმის თეატრმა. ძალიან მიხარია და მე პირადად ულოცავ სოხუმის თეატრს აი ამ ერთ ნაბიჯს კიდევ განვითარების გზაზე გადადგმას. დღეს სოხუმის თეატრი ძალიან ბედნიერი დღე დაუდგა, ძალიან ლამაზი ახალი წელია ჩვენთვის, იმიტომ რომ შემოვედით როგორც იქნა ახალ ოფისში. სოხუმელ მსახიობებს ექნებათ იმის საშუალება, რომ შვიდ თავის ოჯახურ გარემოში გაიარონ რეპეტიციები, მიაღწიონ 1000 შემოქმედებით წარმატებას და ახალი სპექტაკლები აჩქარონ ჩვენს მაყურებელს. 15 იანვარს თეატრის ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, თეატრის მსახიობები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები და სხვა მოწვეული სტუმრებით ესწრებოდნენ. აფხაზეთის მოსახლეობა დამაყობდა იმ საოცარი თეატრით, რომელიც 50-იან წლებში აშენდა. ეს ის ხალხია, რომელიც აფხაზებთან ერთად ქმნიდნენ შესანიშნავ სპექტაკლებს, ქმნიდნენ შესანიშნავ სახეებს აფხაზურ თეატრში, ჭამბა სახელობის თეატრში. იმის მემკვიდრეა დღეს აქ არსებული ჩვენი გამსახურდია სახელობის თეატრი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ცოტა დანაზოგით შევაკეთეთ დარბაზები და მივეცით ჩვენ შემოქმედებით კოლექტივებს, მათ შორის კაპელა, სიმღერათა ცეკვის ანსამბლი, ორივე თეატრს რეპეტიციების გავლის საშუალება და ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის, როცა გავიგეთ, რომ ქართულ ფონდმა გამოთქვა სული წაგვეხმაროს ჩვენ იმ ფართის მშენებლობაში, სადაც თავის დროზე იყო შესანიშნავი თეატრი და არის ლაპარაკი, რომ 2018 წლისათვის ამ ჩვენს კოლექტივებს ექნებათ თავისი საკუთარი თეატრი. ამიტომ მინდა დღეს მე მიულოცო თელს დას კოლექტივს. აფხაზეთის სიმბოლო იყო ყოველთვის გამსახურდიას თეატრი. იმიტომ ეს არის 130 წლის ამ თეატრზე აღმოცენდა აფხაზური თეატრი, აფხაზეთის უნივერსიტეტი და ყველაფერი. ამ თეატრთან მაკავშირებს ბავშვობა, რომ მამაჩემი მუშაობდა სოხუმის თეატრში წლების განმავლობაში და მისი კარიერა სწორედ ამ არაჩვეულებრივ თეატრში დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი სახეები შექმნა თეატრში. თბილისში დევნილობაში მოქმედ სოხუმის თეატრს მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი შენობა არ გააჩნდა და სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. სოხუმის თეატრი უკვე საკუთარ შენობაში გააგრძელებს მოღვაწეობას. გაუნათლებელი და ჩურგი იქნება, იმიტომ რომ კარგად წამოგვაჩნდეთ თავზე და მერე იბატონოთ.